მარნეულის რაიონის სოფელ ქურთლარში დახმარებას ითხოვენ ადგილობრივები უცნაურ არსებაზე საუბრობენ, რომელიც მათივე ინფორმაციით მიტოვებულ სახლში ბინადრობს. სოფლის მცხოვრებლები ვერ აკონკრეტებენ ამ უცნობი არსება ადამიანია თუ ცხოველი, დასახლებაში პანიკა. ანალოგიური პრობლემა აწუხებთ სოფელ კუმისსა და კოდაშიც. კოდა, კუმისი და ახლა უკვე მარნეულის რაიონის სოფელი ქურთლარი. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში უცნაური პირის გამოჩენაზე საუბრობს. ადგილობრივებს უჭირთ მისი გარეგნობის აღწერა, რომელიც მათ თითქმის ყოველ ღამით აშინებს. ყველამ დაინახეს თავის სახე ვერაფერი, მაგრამ აი ეს თავის ხრები და აი ფეხმუხლებამდე სულ დავინახე, იმიტომ რომ გარეთ იყო დანარჩენილი და ბუჩქებში. ჩვენ დაბლას ვეძებდით ისეიდან ერთმანეთს რასაკეთებთ. შავ ტანსაცმელში გამოწყობილი არსება, რომელიც 4 ფეხზე დიდი სისწრაფით დარბის, სოფელში ზედიზედ რამდენიმე ადამიანმა ნახა. მათ დახმარებისთვის სამართალდამცავებსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია სოფლის უცნობი სტუმრის ვინაობა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უცნაურმა არსებამ ბინა სწორედ ამ სახლის სარდაფში დაიდო. სახლი, სადაც უკვე 15 წელია აღარავინ ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა იმასაც ყვება, რომ სარდაფიდან ღამით უცნაური ხმები გამოდის, ამიტომ სახლთან მიახლოების ეშინიათ. ანჯრებს ამტრეოსო რაღაცები და ჩვენთან ეგეთი რაღაც არ მომხდარა. მაგას ვერ ვიტყვი და აი შევით ვამჩნევთ, რომ მოდის. დედალამაზიშვილების ოჯახი ერთ-ერთი პირველია, ვინც უცნობი არსება პირველმა მათსავე ეზოში ნახეს. ოჯახის დიასახლისის თქმით, საქონლის სადგომის სახურავზე შავებში ჩაცმული მამაკაცი იდგა, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ოჯახის წევრებს უცნობი თავდაპირველად ქურდი ეგონათ, თუმცა სახლიდან ამ დრომდე არაფერი დაკარგულა. სახე ვერ გავარკვიე, ვინ იყო და მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო ვინც იყო და გადახტა. ადამიანია თქვენი? კი, ადამიანია, ბიჭია, გამხდარი მაღალი ბიჭი. ხან ყმუის მგელივით, ხან ძროხასავით ღავის, ახლა მაგალითად რომ თქვათ მემელანდოს აი ყარებთან მოვა ალბათ, მანქანაში ვზიურ ყარაულობ, რომ მეთქი იქნება ხო დავინახო ვინ არის. აქ მოვა და აქ დაიბღულებს ძროხაზავით, გამოვალ არც ძროხა არის, არაფერი არ არის. გონიათ რომ მელანდება, მაგრამ არ მელანდება, კაცი მარტო მე რატო მელანდება. 50 კაცია ვნახე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ მსგავსი ფაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. მითია თუ რეალობა სოფლებში უცნობი ადამიანის არსებობა ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა დახმარებას შესაბამის სამსახურებს თხოვს.